გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დღეს ოთხშაბათია, ჩვენი სტუდიის ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, რომელსაც მე თენგო უმანიძე გაუძღვები. დღევანდელ ეთერში აქტუალურ საკითხებზე სასაუბროთ, მოვიწვიეთ ექსპერტი ბატონი ედიშერ გვენეტაძე. მოგესალმებით ბატონო ედიშერ და დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ბატონო ედიშერ, არის რა თქმა უნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც გვინდა რომ ვისაუბროთ, თუმცა პირველ რიგში ალბათ აუცილებელია შევეხოთ აი ბოლო დღეების განმავლობაში დიდი უნებათაღელვა გამოიწვია ხელისუფლების ინიციატივამ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მოდი აი ზუსტად რო განმარტოთ, რომ ასე ვთქვათ, არ გამოვიყენოთ ისეთი სიტყვები, რაც ამ შემთხვევაში არც იქნება სწორი და არც სამართლებრივად არ იქნება მართალი. საზღვარგარეთ აღარ გაიხსნება უბნები. ალბათ ეს არის სწორი დეფინიცია, იმიტომ რომ როდესაც ამბობენ, რომ თითქოს ემიგრანტებს ხმის უფლება ეზღუდებათ და ასე შემდეგ, ეს ასე არ არის კანონმდებლობით ყოველ შემთხვევაში, მათ არავინ უკრძალავს ხმის მიცემას, ოღონდ უბრალოდ ადგილზე იქ აღარ გაიხსნება საარჩევნო უბნები. საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება, იმიტომ რომ მართლაც დიდი მღელვარება გამოიწვია ამ მოვლენამ არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატში, არამედ მათ შორის ემიგრანტების იმ ნაწილშიც, რომელიც არ არის ოპოზიციურად განწყობილი ხელისუფლების მომხრეად, თუმცა აი მათაც შეეხოთ, ხო, ეს საკითხი და ერთგვარი გულის წყრომა ამაზე, ყოველ შემთხვევაში რაღაც გაუგებრობა ნამდვილად ამ ხრივ არსებობს. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ ყველაფერზე, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს გადაწყვეტილება და როგორ უყურებთ ზოგადად ამ საკითხებს? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელს, მართლა ეს ძალიან საინტერესო თემაა, ძალიან საჭიროებო თემაა. მაგრამ ცალსახად მინდა გითხრათ, რომ როგორც შექსპირი ლაპარაკობს, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ამ სოფლიოში დანიის სამეფოზე ლაპარაკობს, მე ახლა სოფლიოზე ვიტყვი, ამ სოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში ძალიან რაღაცა დამპალია და ძალიან სუნიკი არ უდის, აშმორებულია. აშმორებულია იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ვნახეთ მოლდავის არჩევნებში. მოლდავის არჩევნები იგივე იმ დემოკრატიულმა ბჭყალებში ვლაპარაკობ, რომელიც დემოკრატიულზე შეიძლება ითქვას, ბრიუსელის ევრობიუროკრატიამ მოაგებინა სანდუს და დასვა იქ, სადაც დასვა. ანალოგიური სიტუაცია იყო რუმინეთში. იქ მაგანაც არ უშველა და გააუქმეს და მერე შემდეგ. აქედან გამომდინარე, არავინ არ იცის მომავალ არჩევნებზე რა მამაძაღლობას გააკეთებენ ის ძალები, რომლებიც ევრობიუროკრატები არის. ისინი პირდაპირ იტყვიან, ამდენი კი არ იყო, ამდენი იყო. რაცა ამდენი გამოაგზავნიან ვაგონებით. მოლდოვის შემთხვევაში რაც ვნახეთ. არაფერი არაა გამორიცხული. ამიტომ კეთილი ინებოს ჩვენმა ისინი გულზე მჯიხს რო იცემენ 4 წლის განმავლობაში ერთ დღეს ჩამოგვაკითხონ, ჩემო ბატონო. ყველა ერთ დღეს ხო ვერ ჩამოვა, ჩემო ძვირფასო მეგობარო, 1 კვირის წინ, 2 კვირის წინ დარჩეს ამ მის სამშობლოში შეხედოს, აი საქართველოს სუფთა ჰაერი მოისუნთქოს და მერე შეხედოს როგორი სიტუაცია და მერე უნდა ოსმანას მიცეს ხმა და უნდა ალიას, მიზმაზია დამოკიდებული ეს. ეს მე მithumetes ეხლა ძალიან დიდი ამბები რო არის ამის შესახებ, ატეხილი ხელისუფლებაზე უკეთესად არავინ არის ის ეხლა მე რაც გამოხდა ის სტატისტიკა ვნახეთ. 100,000 კაცი დაფიქსირდა, ხო? 34,000 მივიდა არჩევნებში. კი, 96,000 იყო რეგისტრირებული, მივიდა 34,000. 34,000 ეს არის არჩევნების 1.7% მიიტანა და ეხლა 1.7% არავითარ ამბებს არ წყვეთ, მაგრამ იმ ხალხს, რომლებიც აქ ჩამოდიან და აქ გველაპარაკებიან, რომ ერთი ფაქტი ვერ დაადგინეს არჩევნებზე გაყალბების გახსოვთ ბატონო თენგის თქვენ ხო და მაინც ლაპარაკობენ არჩევნები გაყალბდა და 300,000 ხმა გააყალბა ხელისუფლებამ. ეს ხო წარმოუდგენელია ბუნებაში, როგორ უნდა გააუქმო, გააყალბო 300,000 ხმა. ეს სპეკულაციურია ხა. აქედან დასკვნა, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე წაფსვლელი არიან ის ევრობიუროკრატები. ამიტომ ხელისუფლებას ეთყობა მე ჩემზე და თქვენზე მეტი ცნობები აქვს. არის ახლა ცნობების გარეშე და სათანადო სამსახურების გარეშე არც ერთი ხელისუფლება არ არსებობს. და ეს ოდითგანვე ასე ყოფილა და ასე უნდა იყოს. თუ ასეთი რამე არ გაქვს, გადმოგაგდებენ ძირს მეტი არაფერი არ არის და ამის მაგალითად თქვენ ახალგაზრდა კაცი ხართ, ჩემ თვალწინ გაიარა 91-92 წლებს შემდეგ და ამდენი მცდელობა იყო ამის შემდეგ კიდე. ამიტომ
ხელისუფლება მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მე ვფიქრობ ეს იქნება როდემდე ალბათ მე ვფიქრობ რომ სანამ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები კიდევ უფრო მეტად არ მოძლიერდება და ჩვენს ხელისუფლებაზე არ გაუწევენ იმ ანგარიშს ის ევროპული ბიუროკრატები, რომელიც გასაწევი აქვს. როდესაც მოიხსნება ეს საფრთხე, რომ კი ბატონო, და მოიხსნება ის ევრობიუროკრატია, რომლებიც ფონ ლაიენების ხელშია, კუბილიუსების ხელშია, იუკნევიჩიანების ხელშია და მეხტამეების მე არ ვეძახი მაგათ ლობისტები არ ქვია მაგათ. ესენი არიან წმინდა წყლის მეხტამეები. გავიხსენოთ კატარგეიტი, რა მოხდა? გავიხსენოთ ჩემო ბატონო ფაიზერგეიტი, რა მოხდა? და აგერ ერთი ისა რა ქვია რაგვარი არის ის ესტონელი საგარეო საქმეების წამყვანი რომ არის კოსია თუ ვიღაცა იმის ქმარს იმაში აქვს რუსეთში აქვს ბიზნესი ატრიალებს მილიონებს და ქალბატონი ლაპარაკობს მეო ჩემი ქმარი რა ბიზნესი აქვს მე არ ვიციო რა ახლა ასეთი ხა ადამიანებისაგან ყველა და ყველაფერია მოსალოდნელი მით უმეტეს აქ სააკაშვილის ხელისუფლებას 1000 გვარ ნაძირალებს და 1000 გვარ კორუფციონერებს ჩემო ბატონო ეს ქვეყანა ძალიან მაგრად აქვს ნაძარცვი და იმიტომ რომ უფრო ფეხი მოიმაგრონ და გააკეთონ ყველაფერს საზიზღრობაზე წავლენ. ბატონო რა მე მახსენდება ეხლა მაგალითად ამ ინიციატივას მე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა არსებობს მათ შორის რაციონალური არგუმენტები კრიტიკისთვის ამ ინიციატივის და ამაზეც ვისაუბროთ მაგრამ აი უბრალოდ ლიბერალური საზოგადოების მხრიდან რომ ესმის ამისი კრიტიკა ერთი რამ მახსენდება ჩვენ მარტო დასავლეთში არ აქვს ხო ემიგრაცია, ყავს ჩრდილოეთშიც ემიგრაცია, რუსეთში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ემიგრაცია ყველაზე დიდი. ხმა არ ამოუღია არავის ხმა. როდესაც იყო საუბარი, მე აი ამ საარჩევნო რეფორმის პარკლებში, ნუ რა მაქვს ესეთი ბიოგრაფია, რომ ბოლო 10-15 წლის მანძილზე რაც კი ჩატარებულა, ანუ რაღაც ფორმით ვიყავი ჩართული მონაწილეობა, ჩემი სპეციალობა საარჩევნო სამართალი ზოგადად და ასე თუ ისე გარკვეული შეხება მქონია. როდესაც მიდიოდა იმაზე საუბარი, რომ აი რუსეთში მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს არა აქვთ ხმის მიცემის შესაძლებლობა არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და მოინახოს რაიმე გზები, რომ იქაც მოხდეს გახსნა ასე ვთქვათ უბნის, ზუსტად ეს ლიბერალური საზოგადოება იყო ამისი კატეგორიული წინააღმდეგი, რომ არა იქ რუსეთში twins გამოურეცხავენ, ისინი არასწორ იგივე არგუმენტს იშველიებდნენ, რომ არ შეიძლება იქ არ ახსოვდათ, რომ ეს ხმის მიცემის რაღაც ასე ვთქვათ თანაბრობის პრობლემა და ადამიანის უფლებები არ იყო მათთვის პრობლემა, რუსეთში უნდა იყოს აკრძალული, ყველა სხვას უნდა კონდეს უფლება. ახლა დღეს თუ ჩვენ მართლაც ამ არგუმენტით ვიტყვით, რომ საფრთხეს იქაც ხედავთ, მაგრამ უკვე იქაც ხედავთ ჩვენ საფრთხეს და იქიდან ჩარევების ნათელი მაგალითი გვაქვს და ამიზნით რაღაც დროებით ღონისძიებას ვიღებთ. ეს პოზიცია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ლიბერალური საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს ამ ასე აღქმული. თუმცა აქ მეორე საკითხი შემოდის, რაც მე თვალში მომხვდა და აი აქ შეიძლება ალბათ ხელისუფლება გავაკრიტიკოთ, რომ ხელისუფლება ზოგადად ახასიათებს რაღაცა ცვლილებების ისეთი ფორმით მიღება, რომ მე ეს ყველაფერი არის ხოლმე სწორად ასახსნელი საზოგადოებისთვის. ეხლაც ამ შემთხვევაშიც ბევრმა შეიძლება სპეკულაციურად, მაგრამ გამოთქვა ასეთი მოსაზრება, რომ ეს ხო არ არის იმისი მიზეზი, რომ ხელისუფლება ნეგატიურად არის ზოგადად ემიგრაციაში მყოფი ადამიანების მიმართ განწყობილი, შემდეგი ნაბიჯი რა იქნება რა მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ ამის გამო და მე მესმის რომ ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები ამ შემთხვევაში და იგივე საერთაშორისო პრაქტიკა ისრაელის მაგალითი ჩვენი მეზობელი სომხეთის მაგალითზე იქაც იგივე წესი მოქმედებს და ეხლა ამის გამო იქ სომხურ დიასპორას არ ამგონია რომ პრობლემა კონდეს სოფლიოში ხო მაგრამ და მით უმეტეს იმათ აყავთ ეხლა დიასპორა და ძალიან დიდი დიასპორები ებრაელებსაც და სომხებსაც და იმ ხალხში მაგალითად ესეც წესია რომ თუ არჩევნებში მონაწილეობა გინდა ჩამოდი და აქ მიეცი ხმა იქ ესე მუშაობს ამდენად მე მესმის თქო რომ სპეკულაციურია, მაგრამ აი ხელისუფლება რატო იყენებს ისეთ მდგომარეობაში თავს, რომ იქნება აუხსნას უკეთესად, ჯერ მოამზადოს ინფორმაციული ველი, ჯერ გააკეთოს ყველაფერი რომ საზოგადოებაში არასწორი აღქმები არ დატოვოს და შემდეგ გამოაცხადოს ინიციატივა. აი ამ ხრივ თანმიმდევრულობის მხრივ ხო არ ხედავთ? ჩემოთებულ საქმე რაში არის, იცით, გარკვეულწილად, რაღაც ასპექტში გეთანხმები, რომ ეს ბევრი რაიმე მომზადებელია, მაგალითად მომზადებელი იყო გარკვეულწილად ის, რომ იყო ის ახალი კანონის მიღება, გახსოვთ ალბათ ის ფარას კანონი. და მანამდე ფარას კანონის მსგავსი კანონი მე არარუსულ კანონს რო დაარქვეს და ასე შემდეგ. მის მომზადებაში და ხელისუფლებას ძალიან ბევრი რამ დაარქვა პროპაგანდის თვალსაზრისით და უბრალოდ პროპაგანდა კი არა, ვთქვათ, ახსნა განმარტების და მოსახლეობამდე დაყვანის თვალსაზრისით. მე ჩემო თვითფასო მეგობრებო, რომ აგერ ვნახეთ ახლა არაბიზაციაზე რომ არის ასეთი ამბები, ალბათ გვექნება ამის შესახებაც ჩვენ საუბარი. და ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ეს უნდა მომზადებული იყო, მაგრამ
მე მომზადებულიყო და მეტი ახსნა განმარტება იყო შეიძლება იყოს ამ კანონთან მიმართებაში. რო არ დარჩეს იმ ადამიანს ეხა ის თქვენ თქმის არ იყოს მართლა ხელისუფლების არგუმენტიც ხო ეგ არის რომ იქ რო არის ადამიანი იქამდე კიდე სხვა ფორმით აღწევს ეს ინფორმაციები და განსაკუთრებით ალბათ უფრო აი ამ ხალხისთვის ახსნა მიწოდება სწორად მიწოდება რომ თქვენ ემიგრაციაში რო ხარ მაგის გამო კი არ გერჩის ვინმე უბრალოდ აი სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვისთვის არის ბატონო თენგის ერთი ამბავი არის კიდე საინტერესო იცით ახლა ამათ თამარის საქართველოს რო თამარის საქართველოში რო გააღვიძო თამარის საქართველოში არის რაოდენობა ხალხისა რომლებსაც მაინც მიშა ურჩევნია მაინც მიშა და მაინც ამას იტყვის რა ესეთებიც არიან და ისა ახლა მე სოციალურ ქსელებში რასაც ვხედავ ტელევიზიებში რასაც ვხედავ აი როგორ გითხრათ თითიდან გამოწვეული იმიტომ დავალება აქვს ამ ხალხს ეს ასე რომ გააკეთონ ეხლა კი თქვით და რომ აკლდა ბევრი რამ ახსნა განმარტების თვალსაზრისით მაგრამ მაინც რაც არ უნდა უთხრა მაინც ეს დავალებები რო არის ეს დავალებები მაინც ასე უნდა გაკეთდეს მაინც ასე უნდა შესრულდეს იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მაგათ ჩემო თანგო არავინ არ მიცემს პულს გამორიცხულია ამიტომ ეს არის ჩამოყალიბებული გეგმა მაგათი ჩამოყალიბებული მიმართულება და ჩამოყალიბებული მიზან დასახულობა რომ ეს ასე გააკეთონ თორემ ეხლა მოდი ვთქვათ ჩვენ ომში ვართ დღევანდელ დღეს ომია საქართველოში ომია ჩვენს ირგვლივ ომია მთელ მსოფლიოში და ახლა დანასტი არ უნდა ცემდე ხელისუფლებას ზურგში და თელესუფლებისათვის დანის საცემა ზურგში ნიშნავს საქართველოსათვის დანის საცემა ზურგში მე ყოველ შემთხვევისათვის დღევანდელი პირობებიდან და დღევანდელი არსებული ვითარებიდან გამომდინარე ასე მიმაჩნია და ამიტომ ვფიქრობ რომ ეგ მაინც კიდევ ერთხელ მეორე დავაფიქსირებ რომ რაღაცა დააკლდა მაგრამ ძირითადში მაინც რაც არ უნდა ახსნა განმარტება გაუკეთო ამ ხალხს პირდაპირ მაინც იგივეს გააკეთე პირდაპირ ახლა დებატები მქონდა ტელევიზიებში რადიოში ბევრ ადგილებში ვერ ვნებოდი იმ კანონზე წაგიკითხავს არა მაშინ საიდან ხო მაინც ის რუსული არ წამიკითხავს მაგრამ მაინც რუსული კანონია ახლა ეს რაციონალური ნაწილი საზოგადოების გასაგებია ამისთან მე შეხედა და როგორი სიტუაცია იცით მე მაგათ ასეთ მგრძნობიარე თემებზე ყავთ ისეთები რომლებიც ყვებიან ამას ყოველგვარი გააზრების გარეშე ყოველგვარი გათვითცნობიერების გარეშე და მოგეხსენებათ ყავს ისეთი საზოგადოება კიდე ჩამოყალიბებული რომელსაც მე ვეძახი ეგრეთ წოდებულ მორაკუნე საზოგადოებას რა არის მორაკუნე ზის კომპიუტერთან ჩემოვიდა ყოველგვარი გააზრების გარეშე რაღაცებს წერს და მე არ დავავიწყდეთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ რა შეესაქმე იცით ჩატარდა გამოკითხვა ისა გამოკვლევა გვაეროს მიერ და წაკითხულიდან საქართველოში შინაარსი ვერ გამოაქვს ძალიან ბევრ რაოდენობას და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის მიერ მსოფლიოში ვდგევართ ბოლოდან მეოთხე ადგილზე ეგ საერთოდ ჩემს ამოუხსნელი ფენომენია მე მახსენდება ბატონო ედიჟერ ბოდიში 2 წუთს აგართმევთ აი როცა უნარების ტესტები რო შემოვიდა თავის დროს მიშას დროს მე ჩავაბარე 2006-ში მეორე ნაკადი იყო მეორე 2005-ში დაიწყო და 2006-ში იყო მეორე წელი როცა უწევდა ერთ-ერთი დავალება რაც მაშინ იყო ამ ტესტებში და რაშიც გვამეცადინებდნენ და გამოცდაზე შეხვდა იყო რომ აი ესე რამდენიმე აბზაციანი ტექსტი ამოცემული და შემდეგ ამ ტექსტიდან შეკითხვები რომ რას გულისხმობს საკითხulis გააზრებას რაჭი მე რო ეს ვნახე თავის დროზე ხა მანამდე ჩვენ არ ვიცოდით ეგეთი რაღაცების სიაღლე იყო მე მეგონა რა სულელები ხო არ გონივართ ამ ხალხს ხო რომ შპარგალკა რაც არის აგერ გიწერია პირდაპირ რაც და იქიდან შეგეთქვები და გადმოწერე იქიდან რა უნდა ამას მეთქია ეს რატოა საგამოსდო საკითხად მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე მართლა პრობლემაა რომ შეიძლება ტექსტი გეწეროს იქვე იყოს ამ ტექსტიდან შეკითხვები და ახალგაზრდების რაღაც ნაწილი და როგორც ჩანს სამწუხაროდ დიდი ნაწილი როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს ვერ შვება ამას, ვერ იაზრებს, არ შეუძლია ეს არ ამიხსნია რანაირად. სოციალურ არ გაუკეთებია სკოლაში, ცხოვრებაში. სოციალურ ქსელებში ნახე, სოციალურ ქსელებში წერს კაცი ერთს და იგებს მეორეს. მე გაოცებული ვარ. და 90% ენერგიის გჭირდება იმის ახსნაზე, რომ შენ რო გაიგე ეგრე კი არა ვთქვი, მე სხვა რაღაც. იმაზე კი არ შეიძლება დავარო, აი რას ვთქვი, არგუმენტები შევაჯიბროთ ერთად. არა, უნდა უხსნა რომ ეგ არ მithქვია, შენ სხვა რაღაცა გაიგე, მე სხვა რაღაცა ვთქვი. აზრი ვერ გამოვაქვს შენი ლაპარაკიდან. ეს არ ვიცი რა უნდა უშუალოდ. მე კი ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართული პოლიტიკა იყო. მას შემდეგ რაც დაიწყო ეგრეთ წოდებული ეს ერთ ტელევიზიაში გადაცემა მქონდა. და იქ ვისაუბრეთ ამის შესახებ დღევანდელ დღეს რომ ეს არის ეგრეთ წოდებული ბოლონიის პროცესის თანდევი პროცესი. ბოლონიის პროცესი ახლა მე ის კაცი არა ვარ რომელმაც თქვა რომ ყველაფერი წყალს გავატანოთ და არა, მაგრამ იქ არის ასე რომ როგორ გითხრათ იცით პრუსიული გერმანული სკოლა რომელიც ქონდა ჩვენ
ეს ადამიანს ახალგაზრდას აყალიბებდა მეტნაკლებად ყოველმხრივ განათლებულად. ზოგადი განათლება ჰქონდა და ეხლა ეს ალბათ იქედან ჩადებული იყო ის რომ ეს უნდა მომხდარიყო ასე რომ უნდა მისულიყო და ვიღაცას უნდა ეთქვა შენ ასე უნდა გააკეთო შენ ასე უნდა იმოქმედო და ისიც რობოტივით უნდა წასულიყო და უნდა ახალგაზრდა კაცს ელაპარაკები ეს ასე არ წამიკითხავს მაგრამ ამან თქვა და მე ასე მჯერ ერთი ქართული ფილმია ძველი ქართული ფილმია ზურაბკეფიძე თამაშობს ხო ისა ბრმატყვია ვასილ კიკვიძეს როლს თამაშობს ზურაბკეფიძე ისა კიფშიძეს ამ ფილმში და არის ასეთი დიალოგი შეგა 20 წლებზეა ლაპარაკ მაშინ ცხოვრობს მოღვაწეობდა ის ვასილ კიკვიძე და ერთი სოფელში ერთი ეკითხება მეორეს რა კარგი ყოფილაო ლიმონათიო იცი ბიჭო შენო და ვიციო საიდან იციო დაგილები არაო აბა როგორო და ჩემს მეზობელს დაულებია რასტოვშიო ხოცა ანალოგიური სიტუაცია იმან თქვა ასე თქვა ასე გააკეთე მე თანაც იმან თქვა ამას ჩაუდეს ჯიბეში და ისა ფული ხო და ესეც კიდე აი ნახეთ ის რო გამოვიდა ციხიდან ახალგაზრდა ბიჭი იყო შემეცოდა რა რუსულად დაგვაპატიმრესო რუსულად გვაჭამესო რუსული ის მოგვიტანესო კონსერვი მოგვიტანესო რუსული პური მოგვიტან ესე იგი მას უთხრეს ახლა რუსული ილაპარაკე რაც შეიძლება მეტი იყო ხშირად ახსენებოდა იმ საცოდავმაც ასე აი ამ დონეზეა რა ეგ არის მე ზუსტად რაც მათ შორის აი ხელისუფლების მიმართ ჯანსაღი კრიტიკის საშუალებასაც აღარ გაძლევს ადამიანს რომ როდესაც აი მართლა ეს ოპოზიციური ველი არის სიგიჟით გამშვალული შენს რომ რაღაც ჯანსაღადაც რომ გააკრიტიკო უკვე კომპლექსი გაქვს იმად არის ჩამთვალონ მეც და არა და ხო ასე არ არის რა თქმა უნდა ეს ხელისუფლებას აძლევს მე უკვე ბერკეტებს რომ ოპოზიციური ზოგადად მეორე მომენტია ჩემო კარგო კიდე რაც მაგათ არ აწყობთ ესე იგი რაც მაგათ არ აწყობთ იმ ოპოზიციაზე მაქვს ლაპარაკი იქ გაცხადებენ მტრად იქ გაცხადებენ ჯვაროსნული ლაშქრობაო კაცო აი ახლა კიდევ გამეორე არაბიზაციის როგორ ვიკადრებ და როგორ დავასახელო სახელმწიფოებს და როგორ დავასახელო სპეციალურად მოგზავნილი ხალხია ცალკეული პარტიების მიერ გამოთქვია აზრი მე არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ მაგრამ კიდევ ვამბობ დღევანდელ ხელისუფლებას ხარს უჭერ არა იმიტომ რომ ყველაფერი მომწონს მაგათი არამედ დღევანდელი არსებული ვითარებიდან გამომდინარე მე მომსწრე ვარ 91-92 წლების ამბების მე მომსწრე ვარ 91 წლის საქართველოს მე მომსწრე ვარ 90 წლის საქართველოს და შემდეგ პროცესებმა სანამდე მიგვიყვანა ძალიან კარგად ვიცით დღეს ახლა ჩვენ დღევანდელ დღეს მე დავწერე პოსტი და ამ პოსტის მიხედვით თუ წარმოუდგენიათ ამ ადამიანებს ესე იგი სახარებაში რა წერია სახარებაში არის ასეთი რამ დაწერილი არ არის კაცი რომელმაც არ ასწოდოს ბიძინა ივანიშვილი უცოდველი კაცი ვერ იქნება ბატონებო იმიტომ რომ მომქმედი კაცია მაგრამ მოქმედი კაცია და საქმეს აკეთებს მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ დღეს ისეთი სიტუაცია ქვეყანაში შექმნილი. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ რო გააკეთოს განცხადება. ბოლოს და ბოლოს ადამიანია ეს და თქვა, მერთმა დარწმუნებული ვარ, ამას ის არასდროს არ გააკეთებს. ქართველი ერის სიყვარულიდან გამომდინარე, მაგრამ რო თქვა, მივდივარ, რა მოხდება აქ? შეიქმნება ძალის ისეთი ვაკუუმი, რაც დაანგრევს ერთ-ერთ სახელმწიფოებრიობას, არა იმიტომ რომ თქვენ თქმის არ იყოს რომ უცოდველი არის აქ ვინმე დაანგელოზი, უბრალოდ ძალაუფლებს ვაკუუმი წარმოიქმნება. ძალაუფლების ვაკუუმი წარმოიქმნება და ყველას მოუნდება მე იმ ძალაუფლებაზე იმ სკამზე კიბათ თავისი ადგილის მიღება და თუ გახსოვთ ფილმია ერთი ქორწილი მალინოვკაში აპიატ ვლასტ მენიაევციაო რომ ლაპარაკობ წინიდან თეთრია ქუდზე და უკლიდან წითელი და ატრიალებს იქ ანალოგიური სიტუაცია იქნება ახლა ხო წარმოგიდგენიათ რაები შეიქმნება ახლა ამიტომ ლაპარაკობ მე რომ ისა რა ქვია ასე ახლა რო დავწერი ეს ზოგიერთმა სიცილი და ხარხარი დამაყარა მე მინდა გითხრათ რომ ასევე გამსახურდია გამოვიდათ კიდევ ლაპარაკობ არც ის ვიზად გამსახურდი არ ყოფილა იმიდან ციდან მოფრენილი ჩვეულებრივ რაზე ყველა ჩვენ თაგანი ასე ვართ ხო? ხო და მე ატეხე თქვა ზვიერ გამსახურდია მე რო წავიდე გადავდგებიო მაგრამო ეს გამოიწვევს ქუჩასთან დაპირისპირებასო უბნის უბანთან დაპირისპირებასო რეგიონთან და აფხაზეთს და სამაჩაბლოს დავკარგავთ ახ და სამწუხაროდ ყველაფერი ახ და ჩემო თვითფასო მეგობრებო ანა ეხლა ნახოთ ერთი როგორი სიტუაცია აი ჩასაფრებულია სპეციალური გუნდები სპეციალურად გუნდებია ჩასაფრებული, რომლებიც
ყოველნაირად ცდილობენ იმას, რომ რამენაირად ქვეყანაში რაიმე ისეთი რაღაცა მოხდეს, რომელიც გამოიწვევს ქვეყნის პარალიზებას. კაცო, რა ვნახეთ სოციალურ ქსელში, ჩინეთში ააფეთქეს ხიდი. ხიდი. ნუ იმისათვის ახალი ხიდი უნდა გაეკეთებინა. დემონტაჟი გააკეთეს. აქ ვიღაცებმა თქვეს, შეხედეთო დღესო რა მოხდაო, აგერ წიფიცო იქ რომ არის, რა ქვია, ჩვენს გადასასვლელზე, გრიკოთის გადასასვლელზე, აი ესეთი რაღაცები სიხარულ გადადგება მთავრობაო. აირევა ყველაფერიო. აი ხლა თქვენ წარმოგიდგენიათ, ეხლა ვინ არიან ეხლა ეს ადამიანები? ეს არის ხალხი, ვისაც ზღვარი აქვს უკვე დაკარგული, სადაც მთავრდება აი რაღაც რაციონალური, მათ შორის აი ქვეყნის უმეტესობა ამ ადამიანს ხო ჯერა რომ აი ქვეყნის სიყვარული აკეთებინებს ამას თითქოს, მაგრამ შეუცნობლად ვერ იაზრებენ რომ რაც უფრო უარესია, მით უფრო უკეთესია ეს ფორმულა საშინელებაა. მე საოცრებებია კიდევ ეხლა ისა რა ქვია ერთი ახალგაზრდა კაცია ვიცნობ ძალიან დიდი ხანია ზურა მახარაძეს ინსულტი მოვიდაო ღმერთმა კარგად ღმერთმა კარგად და აჯამრთელოს ის კაცი ვიღაცაებ გადმოდის რომელიც ლაშა ბასლანაძის იმაზე სიკვდილზე ჩემო ბატონო თითრაიმბებს წერდა და უხაროდა და ახლა ამასაც დაემართებ და ესეც ეს როგორ შეიძლება ხალხო მითხარით რა და ამას ხარს უჭერენ ვინ უჭერს ეს ნაციონალური მოძრაობა და აი კოლექტიური ეგ ხომ არის საერთოდ ადამიანური სივრციდან გასვლა რატომ მოყევი ჩემო თენგუ ეგ არის იმ სისტემის იმ განათლების სისტემის ბრალი შექმნილი რომელი განათლების სისტემა ჩვენ თავზე მოგვახვიეს და რომელი დამყრობელიც კი ამა თუ იმ ქვეყანაში შედიოდა ნებისმიერ ქვეყანა სადაც კი შედიოდა ის ცდილობდა მის სისტემის თავზე მორგებას ამ ქვეყნისათვის აი მითხარით ახლა ასე თუ ისე ვიცი ასეთი რაღაცები რომაელები სადაც შედიოდნენ ამყარებდნენ მის სისტემას ბიზანტიელები სადაც შედიოდნენ ამყარებდნენ ამ სისტემას მეტიც მინდა გითხრათ ახლა რუსები რო შემოვიდნენ აქ რუსები რო შემოვიდნენ 1900 მაპატიეთ 1828 29 წელს შევიდნენ ახალციხეში შემოიერთეს ის ტერიტორიაში დადებითი იყო მაშინვე იქ რუსული სასწავლებელი დაარსეს ეს არის საკვირველი არ ახლა მე ავლაპარაკობ იმაში გლეხებს და იმას რა ქვია არა ეს ხდებოდა მაშინ თავადაზნაურობისთვის ჰქონდა მაგრამ ხო ჰქონდათ მათზე ინტერესი ჩემო ბატონო რომლებიც მათ ესე იგი იმპერიულ სივრცეში შედიოდნენ ამიტომ ზუსტად დღეს ხდებოდა ეს მოდერნიზებული ფორმით ორი დისერტაციის დაცვა ჰქონდა საქართველოში ხალხო ორი დისერტაციის დაცვა რა საჭიროაო თქვენთვისო გააუქმეს ეს არა საჭირო აქაც იმ ძალებმა თავი დაუქნიეთ რაზეა ლაპარაკიო ისეთი რაღაცა ვითომ ინტეგრირებული სწავლებები შემოიტანეს გაოცდები კაცი და არის ბავშვობიდან მახსოვს რომ მიდიოდა ამაზე საუბარი რომ რა საჭიროა ადამიანს კონდეს აი ზოგადი განათლება რაც თქვენ თქვით რაც არის აი გერმანულ-პრუსიული მოდელი რაზეც იყო მათ შორის საბჭოთა სისტემაც დაფუძნებული თავის დროზე რამდენადაც ვიცი რომ ახალგაზრდას უნდა კონდეს განათლების დონე ყველა მიმართულებით რაღაც დონემდე იქნება ეს ფიზიკაც, ქიმიაც, ლიტერატურაც და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიც და ტექნიკური მეცნიერებებიც. ეს მოდელი იყო რითიც მათ შორის ჩვენ ვსწავლობდით. აი, მახსოვს ბოლო წლებში უკვე იყო იმაზე ლაპარაკი, რომ რა საჭირო, რაში დაგჭირდება შენ ცხოვრებაში ხა ნიუტონის კანონის ცოდნა. აი, ეს პროპაგანდით დაიწყო მაშინვე თავიდანაც. რა საქმესაც ხელს მოკიდებ, რასაც ისწავლი, იმ საქმეში გახდი პროფესიონალი და ეხა ფიზიკოსობას თუ არ აპირებ, აინშტაინის ფარდობითობის თეორია რაში გჭირდება ეხა და ეს საერთოდ ეუდრის mc კვადრატს რა არის, რატო უნდა გაინტერესებდეს. აი ეს არის მე ვფიქრობ თავი და თავი იმ პრობლემის, რასაც დღეს ვაწყდებით, რომ ადამიანები შეიძლება თავის სფეროში ის რაღაც კოდებს წერს რომელიმე რაღაც IT კომპანიაში და ამაში არის პროფესიონალი, მაგრამ ეხლა იგივე ადამიანი მაგალითად ისტორიასთან დაკავშირებით ვერ გამოთქვამს კვალიფიციურ აზრს. ვერც სახელმწიფოს მართვასთან დაკავშირებით ვერ გამოთქვამს კვალიფიციურ აზრს, ხო? აი ამ მიმართულებით თუ ხედავთ თქვენ რომ ხელისუფლება მართალია ბოლო პერიოდში მართლაც მოვისმინეთ გარკვეული ინიციატივები, რომ უნდა მოხდეს ცვლილებები ერთგვარი განათლების სისტემაში. მე რას პრობლემებსაც ხედავ, ჩემო თენგო ბატონო, ყველაზე მეტი ურთულესი პრობლემა არის ეს, რაზეც ახლა ჩვენ ლაპარაკი წამოვიწყეთ ორივე. ამაზე მეტი რთული პრობლემა არაფერი არ არსებობს დღევანდელ საქართველოში. ვინაიდან იმან რასაც ეს იმპერიები, თანამედროვე იმპერიები, მე ვიტყოდი დასავლური იმპერიები აკეთებენ საქართველოს მიმართ და პირდაპირ გელაპარაკებიან, კაცო, პირდაპირ გელაპარაკებიან. ჩვენი დიქტატი უნდა იყოს თქვენზე.
პირდაპირ გახსოვთ 60 და უბრუნდები ამ საკითხს 75 მილიონი ევრო გამოგვიყვეს წესხად. არ მიიღო, მაშინ ღარიბაშვილი იყო მახსოვს ხელისუფლება. იგი გავუშვე ვიდეო ზუსტად. ატოდა, მაგრამ ატოდა. რას ქვია, თქვენ ჩვენი ფული არ გინდათ რა? წარმოიდგინეთ, ამან თავისი საქმე უკვე გააკეთა იმათმა. რა, შედით სკოლებში და ნახეთ, მიავლაპარაკო, რანაირი მასწავლებლები არიან განსაკუთრებით ახალგაზრდა ყველაზე მერტმა დამისპაროს. როგორ აზროვნებენ? რას ამბობენ? აგერ იმ 23 მარტის თვეში გამოჩნდა ეს რაც ხდებოდა. ნახეთ სკოლებში როგორ რას ლაპარაკობენ, ჩემი თვალით მინახავს რუსთაველზე, ისა ბაღის ბავშვები მასწავლებლებს რომ მიყავდა მიტინგზე. ხო ნახეთ სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პროფესორ მასწავლებლები რომლებიც მოუწოდებდნენ რომ გამოცდაზე არ მოხვიდე და ლექციაზე არ მოხვიდე, ისე დაგიწე ნიშანს ლექციაზე. კი ბატონო და ამ დროს ეს შტაბ-ეჭდილება იქნება და ასეთი ამათმა გამოზარდეს თავიანთი არ მოვერიდები ამ სიტყვას და ვიტყვით ამ სისტემაში სუკინსინები რომლებიც დასაყრდენი არიან მათი დღევანდელ დღეს დასაყრდენი იმიტომ რომ მათ როგორ ელოდებიან იქედან ისა გამოხრული ძვლის გადმოგდებას და ამის აღმოფხრა ჩემოთენგო ურთულესი ამოცანა მით უმეტეს ვიცით ჩვენ პირდაპირ სასწავლებლები საქართველოში სადაც პირდაპირ ჩანერგილია ეს ხალხი პირდაპირ არიან პირდაპირ იმისათვის არიან რომ რევოლუციები მოაწყონ პირდაპირ იმისათვის არიან რომ გადატრიალები მოაწყონ და იმ პატრონებს რა უნდათ აქ უნდათ მარიონეტი ხელისუფლებები იმიტომ რომ როდესაც ისინი დაუქნევენ თითს და ისინი არ შეასრულებენ ამას მაშინვე გადააგდონ და მოუწყონ დიდი რაღაცა სოციალური მღელვარებები ამის გამოცდილება მაგალითო ვისა აქვს ამის გამოცდილება ჩაბრძანდით ჩემო ძვირფასო მეგობრებო ჩაბრძანება თუ არ შეგიძლიათ წიგნი აიღეთ და წაიკითხეთ ლათინური ამერიკის ქვეყნებია ლათინური ამერიკის ქვეყნებში ხდებოდა ეს ყოველ შაბათ-კვირას არ გაუხარდებოდა ჩემო ბატონი ერთი ხელისუფლება აგერ ახლა ნახეთ ვენესუელაში რა ხდება ახლა ამ წუთში რა ეხლა მეტით არ შეიძლება ითქვას ჩემო ძვირფასო ესე იგი მე არ მსურს ასე მე მინდა ისე და უნდა იყოს ასე აი ეს და სხვათა შორის იმან ერთი ესო ყავს რა ქვია კომედიაში კომედიის მსახიობი უფრო მეტად უნდა იყოს შალიგო ნათელაშვილი მაგან თქვა ერთხელ ბიჭო შარდ გუსტუს ჟურნალისტმა უთხრა ადრე ასე ლაპარაკობდიო და ახლა როგორ ლაპარაკ მაშინ იყო ისე ახლა ასე და ზეგ იქნება კიდევ სხვანაირად მართალია ეს კაცი ზუსტად ანალოგიური სიტუაცია შექმნილი დღევანდელ ამას უნდა დაუდგე თორე ეხლა აქ რომ ხელისუფლება მოდი მივაგოთ პასუხი მე რამდენჯერ ვლაპარაკობ მიუხედავად თავისი ბევრი შეცდომებისა მოვაგოთ პასუხი მე ვხედავ მივაგოთ ესა რა ქვია თავისი მას რას ეკუთვნის იმ სიკეთისათვის რომელიც მან გააკეთა და ფაქტობრივად თავი გაწირა ეს არის რომ 24 თებერვლიდან აგერ 4 წელიწადის შესრულდება ომი არა ბატონებო არა და ვის არ ჯერა ეს ომი არ არისო და ამას რო ლაპარაკობენ ესენი ეს ლიბერასტები რომ ჩვენთანო მაგას ამერიკის შეერთებული შტატები და ისა რა ქვია ევროკავშირი როგორ გვიბიძგებდაო ამისაკენო ბიჭო მე არ მithქვამს აგერ გამოვიდა ბატონი ტრამპი ბატონმა ტრამპმა თქვა ასეთ რაიმე ჯერ კიდევ მანამდე რუბიომ თქვა რომ ხელი უბიძგა ბაიდენმა ომისაკენ ევროპასო ახლა მე და თემ ის რა ქვია ბატონთან ომანიძეს ხომ არ გითქვამს ეს კაცო ეს თქვა და დაადასტურა შემდეგ ბატონმა ტრამპმა და მაგით მოიგო საერთოდ იმ კაცმა იქ არჩევნები მაგ იდეით არის მოსული და მაგას ამბობს ეხა მაგას ვიზახ ჩვენ ლიბერალებს აი რომ არ დამდგარიყო ჩვენი ხელისუფლება აქ ახლა ზოგიერთი დაჟანგული კინჟალებით დაჟანგული ბურევესტნიკებითა და კიდე რაღაცა დაჟანგულები რო ყავთ იქ ჩვენ ჩtildeულ მეზობლებს აი იმით მოსწორებული ვიქნებოდით დღევანდელ დღეს მიწას ეხლა აი ეს როგორ არ უნდა დაინახო ამას რომ ვერ ხედავ ადამიანი ამას რომ ვერ ხედავ ან ხარ აბსოლუტური ბრიყვი ან ხარ უმაღლესი დონის პოლიტიკური შარლატანი მე მგონია ბატონედიშენ მან ცოტა კიდე სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე აი თქვენ გაიხსენეთ იგივე ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებაზე ხა ზურა მახარაძის მოულოდნელ დაავადებაზე რა ამბები ქონდათ ატეხილი ანუ ეს სცენი მე ვფიქრობ სიხარულის ყიჟინა ხო ეს არის ხალხი რომლებსაც
სიცოცხლე სიკვდილი ესეთი საკითხები ბოლომდე ან გააზრებული არა ან ვერ აღიქვავენ მაგას აი ადამიანი რომელიც იტყვი ახალგაზრდა კაცის სიკვდილზე ჯერ ეგ რომ მართლა გულწრფელად გაგიხარდეს სადმე გულის სიღრმეში ხომ და შეკრწყვეს და შეკრწყვება კი არა ხმამაღლა რო ამას იტყვი იამაყებ ამითი და ამაზრს გამოთქვამ და ტაშ დაგიკრავს იქ ვიღაცა ამ ადამიანს იმდენად აქვს ალბათ უკვე ეს ღირებულებათა სისტემა არეული რომ ვერ ხვდება რაზე არის საუბარი ვერ ხვდება იმას აქ რას ნიშნავს რუსული არმიის თავდასხმა თუნდაც და ბომბების ჩამოყრა და ამას არ უყურებს სერიოზულად კი ვიღაცა მოკვდება მაგრამ მისთვის ეს სიკვდილიც აღარ არის უკვე ტრაგედია ხო მათივე სიტყვებით რომ თქვა და ბედნიერები არიან თუ განსხვავებული ასე ვთქვათ შეხედულების ადამიანს რამე დაემართება ის ალბათ ფიქრობს რომ მე კი გავასწრებ აქედან ამ ქვეყნიდან და აქ კიდე თუ გინდა ქვაქვაზენო დარჩენილა მაგის გამო ეხლა რატო უნდა ვინერვიულო მე უბრალოდ აი მიკვირს რომ ამას აქვს საზოგადოების რაღაც ნაწილში ესეთ განწყობებს მხარდაჭერა თორე ვიღაც ავადმყოფი რო იარსებებს ეს არ არის ალბათ გასაგები ავადმყოფი სულ იყო არის და იქნება ჩემო ბატონო მაგრამ ეს როდესაც რანგში ყავთ პოლიტიკურ პარტიების გარკვეულ ნაწილს აყვანილი რანგში არის და საუბრობენ და თავად ყოფილი პრეზიდენტი ახლა რას ლაპარაკობს როგორ ლაპარაკობს და როგორ მოუწოდებდა ის ამ ქვეყნის განადგურებისაკენ ფაქტები ჩვენ სახეზე გვაქვს კაცო ეხლა მithumetet ციფრული ტექნიკის პერიოდში ერთს დააჭერ ხელს და უცბად ამოგიგდებს მათ ნალაპარაკებს 1 10 20 თუ 30 თუ დღესაც იგივე აზზე არიან დღესაც ტიპტივებენ ისა რა ქვია ლომჯარიები დღესაც არიან ვიღაცა ნანულები და ვიღაცა ჯანდაბები და ჯარხანები მაგრამ შეხედეთ რამხელად დეგრადაცია თვითონ ევროპულ საზოგადოებაში იმაში რა ქვია ბიუროკრატიაში საზოგადოებაზე რაზეა ლაპარაკი იქ ევროპული საზოგადოება იყო არის და იქნება როგორც ეს-ერთი უზარმაზარი ცივილიზაციის წარმომადგენელი მაგრამ მე ევროპულ ბიუროკრატიაზე ვლაპარაკობ ახლა ნახეთ ვინ არიან ესენი კაცო ეს მარტი მართველი ძალა რომლებიც აქ საქართველოში ვიმეორებს საქართველოში დასახდენად იღებენ ლომჯარიას დასახდენად იღებენ გიგაურს დასახდენად იღებენ მევეძახი მას გუბაზას ბურვაკი რო ყავს ერთი ჩემო ბატონო მაზებეთი უარესი რო გამოდგა კიდე დასახდენად იღებენ ისა მელობიე ნანულას და ვიღაცებს აი ნახეთ ესა ქართველ კაცს ძალიან კარგად აქვს გამონათქვამი მითხარი მის ვინა შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ აქედან გამომდინარე ესენი ის ხალხი არის ეხლა ვიღაცა კოსიაო თუ ქოსაო თუ ჯანდაბაა თუ ჯარხანაა დედაკაცი რო ყავთ ვიღაცა მოვიდა და ის თქვა ესე იგი პირდაპირ აღიარებენ ვეძებთო გზებსო როგორ დავაფინანსოთო არასამთავრობოები ხელისუფლება როგორ დაატრიალონო ქვეტექსში ეს იკითხება კაცო მე 4 ოქტომბერს ხედავდით რა ხდებოდა ხო და ვერ მოითმინეს და იუკნევიჩიანები და ისინი დავალებები ჰქონდათ სპეციალურად რომლებიც მათ პირდაპირ განცხადებული გააკეთეს რომლებიც მიესალმებოდნენ ამას მე როგორ ის ზარზე იმით იღებენ ამ ნიკოიას დროინდელ უკვე წასულს იქეთ სალომე ზურაბიშვილს ასეთებს აი ეს უკვე რა არის იცი ასეთი რამ ახლა ცოტა ისტორიაში წამიკითხავ ჩემო ბატონო ყოფილა კალიგულები ყოფილა საზიზღრობები ყოფილან ვიღაცები მაგრამ იმათში კიდე ამათთან შედარებით დასრულება მოქმედებდა და ამ დონემდე არ იყვნენ დასრულები დარწმუნებული ვარ ახლა მე იმას იმ ფოლაიენებს იმ საშუალება რომ იცნენ აბსოლუტურად თან სოფლიოს გადაწვავენ და დარჩებიან მის ფაიზერ გეიტებთან და მილიონებთან მაშინაშო მილიარდებთან ერთად ეს რაზე მეტყველებს ეს მეტყველებს ძალიან მენტალურ კრიზისზე დღევანდელ ევროპაში და ახლა ბედნიერება არის ის რომ მოდი გულწრფელად უთხრათ მაყურებელს და ვთქვათ ახლა მე ჩემი აზრი მაქვს ამ საკითხის გარშემო ჩვენ რომ არ ყავთ რომ მოგვიხდა შარშან ძალიან დიდი ამბავი მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ნოემბერში როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ტრამპი თორე ამის გაძლება ძალიან ძნელი იყო ჩემო თვითფასო მეგობრებო ის რაც ფაქტობრივად რასაც ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებენ და ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ ეს არ მომხდარიყო ჩვენ ვერ მივიღებდით ისეთ მხარდაჭერას როგორი მხარდაჭერას მართალია ჯერჯერობით აფიშირებული არ არის მაგრამ ეს რომ გაიგო ცოტათი ჩახედულნა იყოს პროცესებში არჩევნებიდან მეორე თუ მესამე დღეს გვახსოვთ ჩვენ ახლა რომ ჩამოვიდა ბატონი ორბანი ხო ბატონი სამლაპარაკო ეგრე იყო და პირდაპირ სოლიდარობა და გამოუცხადა არჩეულ პირველი ლიდერი იყო ვინც გააკეთა ეხლა 2 დღის უკან ამერიკელი ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი ჩამოვიდა ტრამპის საბაჟოდან შემოვიდა ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და იმ კაცმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები
გააკეთა მგონი ერთადერთი დასრულდაო ის დრო, როდესაც პენტაგონში და შეერთებული შტატებში ისნენო გადახრებების მქონე ადამიანური გადახრების მქონე ადამიანები ეს თავიანი კაცები აღარ პირდაპირ ამ სიტყვებით თქვა. ეხლა ეს სოფლის პოლიტიკაში ვინცაა ჩახედული, ისინი სხვანაირად გადატანითი მნიშვნელობებით ლაპარაკობენ. იგავებით აგებული სახარება, მაგრამ სახარებაა, ხო? და ამიტომ იქ წერია ასეთი რა, ვისაც ყური აქვს ისმინოს და ვისაც თვალი აქვს დაინახოსო. ფაქტობრივად ჩვენს ენაზე თუ ვთარგმნოთ, ესეა. ამიტომ ჩვენ გვყავს ძალიან დიდი ძალა და დამხმარე ძალა, როგორიც არის დამხმარე ძალა, მორალური დამხმარე ძალას ვლაპარაკობ და ეკონომიკურადაც რო გაგვიჭიდეთ, უნგრეთი ჩვენთანაა, სლოვაკეთი ჩვენთანაა და ძალიან დიდი ძალა არის, როგორიც არის აგერ აღმოსავლეთში უზარმაზარი ქვეყანა, რომელსაც ქვია ჩინეთი. შემდეგ ჩვენი ხელისუფლება ძალიან სწორ პოლიტიკას აწარმოებს, რომელსაც ქვია და საუკუნეთა განმავლობაში ქართველების მიერ ნაწარმოები ბალანსირების პოლიტიკა. მე ჩემი მოსაზრება გამაჩნია იმ საკითხის გარშემო, რომელიც ზოგიერთებს დღევანდელ დღეს ამ ეგრეთ წოდებულ არაბიზაციასთან აქვს ატეხილი და მე მინდა გითხრათ, რომ ერთი დამისახელოს ვინმე ოპონენტმა, რომელი არაბული ქალაქები ააშენა ამ ფირმამ. რომელიც შევიდა ჩემო ბატონო ჰიგლსია ხო ფირმა ასეთი ჰიგლსი ხო და თუ მითხრათ სადმე თუ არსებობს მის მიერ აშენებული არაბეთისა რა ქვია საუდის არაბეთის გარდა სხვაგან თუ არსებობს არაბული ქალაქები. მე ჩემო ძვირფასო მეგობრებო ცოტა გავცვიცნობიერდეთ და ვნახოთ დღევანდელ დღეს არაბეთი არის არაბეთის ნახევარკუნძული არის ყველაზე მეტი დიდარი ადგილი დედამიწაზე. რატომ? იმის გამო, რომ იქ არის ყველაზე მეტი დიდი ნამ, რომელსაც ქვია ნავთობი. და ფაქტობრივად ყველა იქ ცხოვრები მილიონერია და ნახეთ, როგორი ცხოვრება და როგორ არის მოწყობილი, ფაქტობრივად ეს უდაბნოს მხარე, არა? უბრალოდ შედით YouTube-ზე, ნუ ნახავთ ქართველების გადაღებულს, ნახეთ უცხოელების გადაღებულები და ნახეთ როგორი ცხოვრებაა და რა არის. და შემდეგ ერთ-ერთი უმთავრესი რამ რომელიც დღევანდელ დღეს არის 6.5 მილიარდ ევროს იმაზე რა ქვია დოლარზე რომელი ქვეყანა იტყვის ვარს თქვენ ყოფილი ქვეყანა ჩვენ ერთადერთი რომელიც მე მინდა ურჩიო ამ საზოგადოებას ჩემგან დაწყებული და ბოლო ამ არაბიზაციის მოწინააღმდეგით დამთავრებული ჩვენ გავაკეთოთ ბინადრობის შესახებ კანონზე აქცენტირება იქ მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ ეს ბინადრობის შესახებ კანონი ჩაიხედეთ და კიდევ უფრო მეტად იქნეს გამკაცრებული. მინდა ამ თემაზე განვაგრძოთ, ბატონო ედიშე, პირველ რიგში მე ვიტყვი, რომ ყოველ შემთხვევაში ის შეშფოთებები, რაც დაკავშირებული, მე თავიდანვე ვიყავი ამ საკითხთან დაკავშირებით იმის წინააღმდეგი, რომ კონკრეტულად ერთ პროექტამდე დავიყვანოთ ეს პრობლემა, რასაც ქვია ჩვენთან დემოგრაფიული კრიზისი და თქვათ, რომ მხოლოდ ეს პროექტი არის ამისი გარდამტეხი და განმაპირობებელი. ეს არის რა თქმა უნდა თავიდანვე ჩემი აზრით ეს თუ ვინმე ამას აკეთებდა, ეს არასწორი გზა არის. იმიტომ რომ დემოგრაფიული კრიზისი ამ ქვეყანას ნამდვილად უდგას და ეს მათ შორის მიგრაციული ტალღები ამისთვის არის პრობლემა. მაგრამ კონკრეტულად ეხა ეს ემირატების კომპანიასთან დაკავშირებით, ემირატებზე ზოგადად ყველასთვის არის ცნობილი, რომ ეს ალბათ ერთ-ერთი უიშვიათესი არაბული სახელმწიფოა, რომელსაც საერთოდ ისრაელი ყავს აღიარებული და არ არის ამ ისლამური ექსპანსიის ასე ვთქვათ წყარო ნამდვილად. ისინი არიან მართლა მილიონერი არაბები, რომლებსაც ფინანსური ინტერესები აქვთ მთელ მსოფლიოში. მაგრამ ამ შემთხვევაში შიშები, რომლებიც ამ პროექტმაც გამოიწვია მათ შორის, ხო, დაკავშირებული არის არა კონკრეტულად ამ Eagle Hills-ზე, არამედ ზოგადად ამ პროცესზე, რასაც ჩვენ ხედავთ, რომ მოდიან უცხოელები, აშენებენ სახლებს, სახლებიან ჩვენ ქვეყანაში, ჩვენი მოსახლეობისგან, მკვიდრი მოსახლეობისგან იცლება ეს ქვეყანა. ეს არის ალბათ ამ შემთხვევაში პრობლემა და მე ხელისუფლებისთვის ამ შემთხვევაშიც მექნებოდა ასეთი, არ ვიცი, შეთავაზება, პოზიცია, რომ იმისათვის, რომ გავიგეთ, რომ შეიძლება ვიღაცა სპეკულირდეს ამ თემით, მაგრამ ხო არის ჯანსაღი ნაწილიც, საპატივსაცემო ხალხი, რომელმაც შეიძლება
არ არის სრულად ინფორმირებული და არის ამ თემაზე აღელვებული, ამ პირიქით სამართლიან და საფუძვლიანად არის აღელვებული. აი ეს შიშები რომ მოიხსნას, სულ ორად-ორი რამე იქნებოდა ჩემი აზრით. საჭირო ერთი მართლაც აი ეს გამჭვირვალობა, რაზეც მედის საუბარი, არ ვსაუბრობთ რა თქმა უნდა კომერციულ საიდუმლოებაზე და ასეთ ნაწილზე, უბრალოდ ეხა მათ შორის სასამართლოშიც ამისი პრაქტიკა არის, რომ აი ქვეყნდება დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც ამ შეკითხვებს მოხსნიდა, რომ რამე ზედმეტი ვალდებულება ხომ არა აქვს ჩვენ ქვეყანას, ფარული ვალდებულებები ხო არა აქვს აღებული, რასაც გვიმალავენ და ეხა ამ ხრივ თუ ვიღაცას არ აქვს ეს ზეპირად კაი სიტყვაზე ნდობა ვინმესი არ არის ამაში. ერთი ეს გამჭვირვალობა და მეორე რაც მთავარია ხომ არ დადგა დრო რომ ქვეყანა მიზრუნოს შრომის კოდექსის, შრომის კანონმდებლობის აი გაჯანსაღებაზე იმ კუთხით რომ მართლაც ამხელა ინვესტიცია რო შემოდის, ჩვენი საკანონმდებლო ბაზა ამას დახვდეს მზად რომ ის გლეხი რომელიც მაგალითად ან მუშა პირობითად ფიქრობს რომ აბა მე დამასაქმებენ იქ თუ ვიღაც არაბი უნდა შემოიყვანონ და ის დაასაქმოს. ის ადამიანი აი ინვესტორის კეთილნებაზე კი არ იყოს დამოკიდებული, კანონით იყოს დაცული, რომ თუ შემოდის ეს ინვესტიცია, ადგილობრივი მოსახლეობა იხეირებს ამის, ადგილობრივი დასაქმდება, აი ამ ტიპის ცვლილებები რომ შემოეთავაზებინა ხელისუფლება საზოგადოებისთვის. მე ვფიქრობ რომ არანაირი ყოველ შემთხვევაში ჯანსაღ ნაწილში საზოგადოების, ვინც ჯანსაღად არის მართლა შეშფოთებული ამ პროცესით, ეს შეკითხვები ბევრად ჭერბილდებოდა. როგორ ფიქრობთ? ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრებები და მე მეცაც დავამატებდი კიდე. მე მაგალითად გარკვეულ წილად არა მიხარია ისიც რომ ჩვენიიერის გარკვეული ნაწილი ასე ფრთხილად არის განწყობილი ამ პროცესის მიმართ. რამიტომ ეს პატარა ერისათვის ეს თავდაცვითი ინსტინქტების ამუშავება მნიშვნელოვანია. მithumetas ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისათვის. აღაც თავდაცვითი ინსტინქტები ჩვენ რომ არ ქონოდა, თქვენ წარმოიდგინეთ რა მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. რაც კი იმპერია იყო დედამიწის ტერიტორიაზე თითქმის ყველა ყოფილა აქ და ყველა ახლაც ახლაც რომელი იმპერიასაც ყურს ლაპარაკობ ხალხო, მაგრამ ვარსებობთ და მომავალში კიდე ბევრის გულის გასახეთქად კიდევ იქნებით. მაგრამ ეხლა ეს ისეთი პროცესია, რომელსაც დღევანდელ სიტუაციაში გვერდს ვერ აუვლი. რატომ ეხლა შევეცდები აი ეს ახსნა? იმიტომ რომ დღეს არის ასეთი რამ. ჩვენ ქონდა ერთი სისტემა, რომელიც დაინგრა და მეორე სისტემაში გადავდივართ. ამ მეორე სისტემა არის დღევანდელ დღეს გლობალიზებული სისტემა, გლობალიზებული კაპიტალიზმის სისტემა. ეხლა არავინ არ თქვას, რომ ვინმე დასავლელი აქ მოვა და ქარხანას ააშენებს. არავინ არ თქვას, რომ ის სოფლის მეურნეობას ააყვევებს და ასე შემდეგ. ვინ უშლიდა? ბატონო 35 წელიწადია ხელს შეუშალა ვინმე მამაძაღმა ხელს. არ არის აქ გასაგებია ობიექტური პირობები მაგისთვის, იმიტომ რომ მართლაც ასე არის და ვიზიარებ ამ არგუმენტს, რომ ინდუსტრიალიზაციაში თუ გინდა რომ კერძო სექტორმა ფული ჩადოს, აი კერძო ბიზნესმენმა ჩადოს აქ ფული. არ ვამბობ იმას, როდესაც გვექნებოდა მაგალითად სოციალისტური სისტემა, სადაც სახელმწიფო აიღებდა ამას. კერძო ინვესტორი რო აქ შემოვიდეს ინდუსტრიის გასახსნელად, მინიმუმ ორი პირობა ჭირდება ამას, ერთი ის უნდა სამი. პირველი ის რომ მას ხარი გასაღების ბაზარი ჭირდება, მეორე კვალიფიციური მუშახელი და მესამე რაც მთავარია ეს კვალიფიციური მუშახელი უნდა იყოს იაფი მუშახელი, იმიტომ რომ აი ჩინეთში იმიტომ მოხდა ინდუსტრია რომ იგი იაფი მუშახელი დახდა. კი ბატონო და ქართველი არ ვიცი 6-700 ლარად ქარხნებში იმუშავა. იმიტომ გაიტანეს ამერიკელებმა ეს თავიანთი ქარხნები ჩინეთში და მე უმომოუბრუნდათ ახლა ხედავენ, მაგრამ ეს იყო იმ დევიდ სიაოპინის გენიალური გადაწყვეტილება. ჩინეთმა შეეძლო, მაგრამ ხო, მე რას ვლაპარაკობ ახლა? ეს პროცესი ჩვენთან ვერ იქნება. მე ერთ-ერთი მთავარი მომენტის გამო გასაღების ბაზარს მოძებნა უნდა. მე ეს კვალიფიციური რომ ბძანეთ თქვენ ყავს ეხლა მითხარი ყავს ის კი არა ფულს აძლევ და კარგ მებათხაშეს ვერ იშოვი საქართველოში ესია სამწუხაროა მაგრამ ფაქტია ჩემო ძვირფასო ესე მოხდა წყვეტა მოხდა ძალიან 35 წელი ძალიან დიდი მანძილია და ეს წყვეტა მოხდა ახლა ჩვენთან წარმოუდგენიათ შემოვა ჩადებს ფულს დაგასაქმებს ფულს მოგცემს და წამოწოლილი რო იყვენ ჩვენთან კომუნისტების დროს და დილას გვადგებოდა ის ამერიკის ხმა აცხადებდა 200 მილიონმა ქურდმა გაიღვიძა და ყველა საქურდალი 20 მილიონს ბავშვს თuliდნენ ალბათ ასე ეს არასდროს არ მოხდება ამიტომ ის ადამიანი ფულს რომ დეს აქა კერძო ინვესტორია ის არაბი ინვესტორი კერძო ინვესტორია და რომ დებს მან იქედან ჩემო ძვირფასო მეგობრებო ფული უნდა მოგება უნდა მაგრამ სახელმწიფო იმიტომ არის სახელმწიფო რომ თქვენ რაც ბრძანეთ სრულიად გეთანხმებით ის პირობები აუცილებლად და მე რაღაცად ქვეცნობიერში მჯერა და რომ ეს აუცილებლად ასე იქნება და ეს აუცილებლად გამოქვეყნდება და იქნება კიდევ ერთხელ მეორე ამ სიფრთხილეს მე მივესალმები მაგრამ ამის გამო ფობიებში გადავარდნა და რაღაცა ისა რა ქვია იმის აპოკალიფსის შექმნა ყველა წარმოუდგენელია
მე დაფიქსდეთ ერთ მეტად მნიშვნელოვან რაღაცაზე. ყველაფერი მაინც პოლიტიკამდე მიდის. ბიჭო, ისეთ ხალხს უხარია ეს ამბავი. და ისეთი ხალხი, მაგალითად, მისა სააკაშვილი, მაგალითად, კაკო ბობოხიძე გუშინ წინ გამოვიდა და ლაპარაკობდა, ატვინა, ჩვენ თვითონ ხალხიო, ასეთ რაღაცებშიო წამოვიდაო, ამის დრო, ბევრს აღარ ჩამოვიდა. რაცია საქმე, იცი? ხალხი, რომლებიც მიიჩნევენ ევროპას იმისათვის, დღევანდელი ევრობიოკრატიას, რომ მათ მიგრაციის კანონი აქვთ. მიგრაციის კანონი, ამ მიგრაციის კანონი როგორ უნდა მიიღონ რაც შეიძლება მეტი მიგრანტი თავიანთ ტერიტორიაზე. ამის გამო დღეს თუ გუშინ იყო გამოვიდა ორბანი და ლაპარაკობს. ჩვენ უკრაინას ფელს ვერ გავგზავნით იმის გამო, ევროპა გთხოვს, მაგრამ ვერ გავგზავნით იმის გამო, რომ ყოველწლიურად 1 მილიონს ვიხდით იმისათვის. თუ ბოდიში დღეშიო, დღეში მილიონს ვიხდით, რომ მიგრაციის კანონს უნგრეთი არ ეთანხმება. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ეს ხალხი რას გააკეთებს. ამდენს ხომ უნდა ხვდებოდე, რომ იქ გაერთიანდა უკვე ისეთი ძალები, რომლებიც ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდნენ და სრულიად საქართველოს წარწმენდილა, ამაზე წამსვლელი არიან. და გვანახეს ამ გასული წლების განმავლობაში. ნუ თუ არ ფიქრობთ, რა ამბებში იყო, რამდენ მოქალაქეს მიცა, რამდენს უცხოელს მიცა აჭარაში მოქალაქეობა მიშამ. 30000 ერთ დღეში. ერთ დღეში მისყარით. ამის შემდეგ რაზე შეიძლება ჩემო ლაპარაკი? ხო, არა, ეხა ეგ ადამიანები რო ლაპარაკობენ გასაგებია. არა, მე რას ლაპარაკობ, იცი? აი, ჭკუას თავი ძალა ხო უნდა დაატანო კაცმა და ხო უნდა იფიქრო, რომ აი ეს ძალები რომ ერთიანდებიან, აქ ბაბა რაღაცაშია საქმე. ეს შემთხვევით არ ხდება. მე ეს მასობრივი ის რომ წავიდა, რა ქვია, კამპანია ამ არაბიზაციის აი ეს ვიღაცისაგან დაფინანსებულია, ისე არაფერი არ ხდება, მოგეხსენება, თქვენ არაფერი არ ხდება, ბუნებაში არ ხდება, ის კი არა ის ფარნავაზი. ვერ დაიწყო პოლიტიკური, ლეონტი მროველი გელაპარაკება მე-11 საუკუნეში. შემდეგ გააკეთა და ეხლა ვიღაცის ინტერესებში რომ არ შედის ეს ხომ, იცით ეს და მე ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე სადაც საშუალება მაქვს ყველა ეთერში ამას ვლაპარაკო. მეგობრებო, ნუ გონიათ ვინმეს რომ რუსეთია სამხრეთ კავკასიას დათმობს. გამორიცხულია ხალხო ეგა მისი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ეს პირდაპირ აგერ მოусმინეთ გადაახვიეთ ამის საშუალება არის და ვალდაის კონფერენციაზე პუტინმა თქვა მიწას მეუბნებიანო მიწა არ მინდა მეო მიწას მაიძულებს გეოპოლიტიკაო ჩახედეთ რას ნიშნავს რა ეს გეოპოლიტიკა ვინ იყო ვინ რას ლაპარაკობს თუ ასე პოლიტიკოსობას როგორც ფეხბურთის მცოდნეობას იჩემებ ჩვენთან ყველა ახლა პოლიტიკოსობასაც მიყვარს ხელი და ჩახედეთ ეს გეოპოლიტიკა რა არის რუსეთისათვის სამხრეთ კავკასია და კაცო აკაკი ბაქრაძე იყო ძალიან ნიჭიერი მოღვაწე და ის გვეუბნებოდა საბჭოთა კავშირი ინგრევა ძალიან კარგად მახსოვს და ნუ ვიზამთ ქართველებო ისე რა თავი შევყოთ ამ ნანგრევებშიო მან და მაინც ის შევყევით ეხლა ერთი წელი გავძლოთ მე გეუბნებით ერთი წელი თუ გავძელით მაგრამ მე მგონია გავძლებთ ევროკავშირი აღარ იქნება უკვე ნამდვილად გელაპარაკებით არ შეიძლება ევროკავშირის ყოფნა ისე ნახეთ რა ამბებია უკრაინაში ატეხილი ანტიკორ გადაყვება ამას ზელენსკი გადაყოლილია უკვე შემოაცილეთ ყველა რამდენიმე წუთის ამბავი არის რომ უკრაინის რადამ კორუფციული სკანდალთან დაკავშირებით იუსტიციის და ენერგეტიკის მინისტრები გაათავისუფლა თანამდებობიდან ეს არის საუბარი როგორც იუსტიციის ენერგეტიკის სამინისტრო ითვლებოდა ყოველ შემთხვევაში რომ აი ზელენსკის ფარული ყულა ან მისი უახლოესი გარემოცვაზე არის ამ შემთხვევაში საუბარი. ნახეთ ძალიან დიდი სკანდალია აგორებული. ამ სკანდალში დარწმუნებული ბრძანდებოდეთ თქვენ რომ ახლა მალე გაიწევს ეს ევროპისაკენ წავა. იქეთ ბრიუსელის ცენტრი მივა. ხო, აბა კორუფცია სამხრივი ვერ იქნება. ეს თუ ფულს იპარავდა ვიღაცა იყო ამას საქმის გულში. მე იქ ვაგონები იკარგებოდა. იარაღით ვაგონები იკარგებოდა. თვითონ წერდეთ ჩვენ საიდან ვიცით, ახლა სიზმარი არ გვინახავს ამი. არის ამისაც სათანადო დოკუმენტები. ხო და მივა თვითონ იქ მივა იქ და მე ძალიან დიდი სკანდალი ოკეანის გაღმაგავა ეს. და ბევრი რაღაცა უამრავი რაღაცები გველოდება ისეთი რომ როგორ გითხრათ იცით ახალ მსოფლიოსთან გვექნება თვითოფისებრივად ახალ მსოფლიოსთან აი ბატონო როგორ ფიქრობთ არის მართლაც მოსული ეგ დრო იმიტომ რომ მე მაგალითად მახსენდება
რომ მოლოდინი, როდესაც ტრამპი აირჩიეს, იყო ის, რომ ძალიან მალე უნდა დამთავრებულიყო ომი, მაგრამ არ გამართლდა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. აი მე ისიც კარგად მესმის, რომ ის მოლოდინებიც არ იყო სწორი და ეგეთი მოლოდინი შეგვიძლია, რომ აი მოვიდა ტრამპი და მორჩა ყველაფერი, იქ ერთი ადამიანის ნებაზე რო არ არის ეს და არც პუტინის ნებაზეა ბოლომდე დამოკიდებული, არც ტრამპის და ზელენსკის საერთოდ ვინას ეკითხება. აი ეს მართლაც აი გეოპოლიტიკური ლოგიკა წვითავს იქ ომის დაწყებასაც, ომის დასრულებასაც. აი როგორ ფიქრობთ, არის მაგის ნიშნები, რომ შეიძლება ამ ხრივ რაიმე სიახლე გქონდეს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში უკვე აღარც არავინ მალავს, რომ ფრონტზე უკრაინის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, რუსული არმია ახერხებს რომ წაიწიოს წინ, პოკროვსკის ალყა, ასე შემდეგ, პრაქტიკულად მთელი ფრონტის მიმართულებით მათ აქვთ უკვე წინსვლა და რაც მთავარი არის პროგრესირებადი ეს, ანუ რაც დღეები გადის, რაც დრო გადის, რაც საათებზეა უკვე საუბარი. სულ უფრო და უფრო იმატებს, ასე ვთქვათ, წინსვლის ტემპი რუსული არმიის. თქვენ თუ გააქვთ იმისი მოლოდინი, რომ შეიძლება მართლაც აი რაღაც სცენარი ფინალამდეა მისული. მე მაგალითად დაბეჭდებით ვლაპარაკობ. სადღაც ახლა ცოტა გადავწი. აი ნახეთ, მოლაპარაკებები მშვიდობიან ძველით ახალი წლისათვის იქნება. მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. და მე მაგ ჩემი საკუთარი დასკვნები ამის შესახებ, რომ შემთხვევით არ ხდება ეს ანტიკორუფციული ამბავი. რატომ? ზელენსკი გაჯიუტა, რისი გამჯიუტებელია ზელენსკი? ზელენსკის აჯიუტებენ ისინი. ბრიუსელის ბიუროკრატია. ბრიუსელის ბიუროკრატიაში არის, ბრიუსელის ბიუროკრატიაში უდიდესი შიში აქვს. სულ ცალფეხზე კიდიათ. ეხლა უკრაინაში როგორ დამთავრდება ომი? არამედ შიში აქვს საკუთარი თავების. იმიტომ რომ ყველას მათგანის თავებს წაეცლება. ესენი აუცილებლად ციხეებში შევლენ და იქ ალბათ სოფლიოს არ ახსოვდეს, შეიძლება და არც ახსოვს ისეთი კორუფციული სკანდალი და ისეთი საშინელებები ატყდება. ის სახალხო პარტიები რო არის და რაღაცა პარტიები ახლა თუ რაღაცა ჯანდაბები და ჯარხანები რო არის, იქ ისა რა ქვია, მექთამეებიც ავსე, ისინი პირისაგან მიწის აღიგვებიან. ნახეთ რამდენ მილიონერს იქ ევროპარლამენტში რომზის რამდენ მილიონერის თავზე დამოკლეს მახვილი კიდია უკვე. აი მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. რატო ვერ გაგრძელდება დიდხანს ეს პროცესი? იმიტომ ვერ გაგრძელდება, რომ პროცესია რა, იცი, დალპა ლიბერალურ ფაშისტური იდეოლოგია. ლიბერალიზმი, რომელიც ერთდროს მართლა კარგი და საჭირო იდეოლოგია იყო, გადაგვარდა საუკუნის ბოლოს ეს იყო პროგრესი. გადაგვარდა, იქცა ფაშიზმად. აგერ გითხრა, აგერ სააკაშვილმა ციხიდან თქვა, რომ ფაშისტი ვარო, დაყო ქართველი საზოგადოება. მესენია, უარგისებია ჩვენ ვართ, კარგიო. ესენი წყალსა დასატალებელი ჩვენ უნდა ვიბან. ამას ეს საკუთარი ერის მიმართ ჰიტლერს არ უთქვამს. ეს ხვების მიმართ თქვა და ამან თქვა ეს. იმიტომ რომ იდეოლოგიითა ის წამოსული და ამას ათქმევინეს ეს ვინმე სხვანაირად არ იფიქროს ეს რისი მთქმელია ტუალეტში ვერ მიდის მისით იმათი ნემართვის გარეშე და რა სიტყვა და ეს მისვას და იმდენი კვაკი აქვს რომ არ წამოეყრანდალებინა მაგრამ ათქმევინეს ფაქტობრივად გამოჩნდა სინამდვილეში რა ძალა დღევანდელ ევრობიუროკრატიაში ამიტომ ეს ისტორიიდან წამსვლელები არიან ვის უნდოდა ახლა ერთი პერიოდი ფაშიზმმა გადაუარა მთელს ევროპას. რომელ ფაშისტ დიქტატორს უნდოდა ისტორიის სარბიელიდან წასვლა? არავის, არც ეც არ უნდოდა. ჰიტლერს უნდოდა, ფრანკოს უნდოდა, მუსოლინს უნდოდა, მაგრამ მილიონობით ადამიანი შეაკლეს უკვე ბერლინის დასვას, როცა აზრი აღარ ქონდა, ყველა მიცოდა რომ წაგებული იყო. ზუსტად ანალოგიურ სიტუაციას აკეთებენ ახლა ოღონდ პროქსომის სახელით უკრაინაში. მე ისა რა ქვია, ზელენსკის ხროვას და ზელენსკი და ზევალსკის ხროვას საშინელი სასჯელი ელოდება. ვისგან? თავად უკრაინელი ნაციონალისტებისგან. იმიტომ რომ ვიღაცამ იქ უნდა დაჯდეს და ხელი უნდა მოაწეროს იმ ტერიტორიების ფაქტობრივად რუსეთზე ჩაბარებაზე, რომლისთვისაც ფაქტობრივად ომი დააწყებინეს. ხო? ომი დააწყებინეს. მოდი, სიმართლე ვთქვათ, ახლა ერთი რუსეთი აგრესორია, კი ბატონო, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია, მაგრამ უკრაინასთან მიმართებაში ბევრი საკითხი, ვის რატო დაავიწყდათ მინსკი 1 და რატო დააწყდათ მინსკი 2? რა იყო იქა? ვინ იყო იმის გარანტორები და რა უნდა გაეკეთებინათ? ვინ იდგა იმ სამხედრო სამრეწველო კომპლექსი რა არის? ვინ იდგა იმის ბაიდენის უკან? ისი გამკეთებელი იყო თუ გაცხადეთ ბაიდენი იმაში და ქვია არ ვიკადრებ ახლა მაყურებლებს და ერთ ადგილას რაღაცას ვერ იკავებდა რა. ისი გამკეთებელი მითხარ იმას აკეთებინებდნენ რაც ჭირდებოდათ ის მაგრამ ეხლა როდესაც მიხვდა ამერიკული საზოგადოება ამერიკელი ისა რა ქვია მეორე მხარე რომელიც მხარს უჭერდა ტრამპს რომ ამერიკელებს დაემართებოდათ იგივე რაც მათ დაემართათ
ვიეტნამში, ჯერ ვიეტნამში და მერე ავღანეთში, ჩემო ბატონო, ამიტომ მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ეხლა ვფიქრობ, რომ ტრამპი ყოველნაირ უკვე ხმარობს ყოველნაირ ძალას დღეს იმას რა ქვია პესკოვმა განაცხადა რომ უკვე მოლაპარაკებები იქნება, შეხვედრები იქნება და ნახავთ შეხვედრა იქნება მიასემჯერა კიდე რომ თავარი საკითხი იქნება მაინც და მაინც ბუდაპეშტში. კი, ეს ითქვა კიდეც და შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ გაუქმდა შემდეგ როგორც ორბანმა, ისე ტრამპმა და ისე რუსულმა მხარემ დაადასტურეს, რომ ეს გაუქმება არ ნიშნავს საბოლოოდ გაუქმებას გადავადების კონტექსტში. ეს მრავალმნიშვნელოვანია. მიხვდება მაყურებელს მიხვდება, რომ რატომ უნგრეთში და რატომ ბუდაპეშტში. იმიტომ რომ ბუდაპეშტი არის დღევანდელ დღეს კონსერვატიზმის ცენტრი, ანუ დასაყრდენი ევროპაში, ამერიკის შეერთებული შტატების და ეს იქნება ფაქტობრივად მთავარი სტილის გაწვნა, როგორც კაბინეტში აცდევინა ვაშინგტონში და ერთი მეორის ჩაყოლებით იყვნენ დამჯდარი იქა ჩემო ბატონო და როგორც ისა რა ქვია კრუხის გამოსვლას ელოდებიან წიწილები ისე რომ იყვნენ ეს ეგრეთ წოდებული ევროპელი ლიდერები ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში თუმცა უნდა ვიყოთ ჭკვიანურად იმიტომ რომ გარკვეული ქვეყნის სპეცსამსახურები აქ ეცდებიან ახლა ყურადღების გადატანას და რაღაცეების აგორებას. აი ეს საფრთხე კლავაც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ნიშანდობლივია. არ დავასახელებ ახლა თორე სალომე ზურაბიშვილი მისით ისა რა ქვია ეს გამობენტერებული დედაბერი რო დაჩერჩეტობს იქეთ, იქეთ აქეთ ეს სულ არ უნდა მას მე რომ მკითხოს ახლა ის ჩერჩეტი, მაგრამ ის იძულებულია რომ იბოდიალოს ჩემო ბატონო, იმიტომ რომ ის არის სპეციალური ძალების მიერ ქმედებაში. მე ის რო გამოდის ზოგიერთები აქ ანაკლიის სპორტებს უაშერებდნენ, ვითომ და იმაში რა ქვია არიციან ხელშეკრულებების არსი როგორ ხდება და ასე იმათი აყეფება და ასეთ რაღაცების შემთხვევითობა არ ხდება და ბევრი ისეთი სხვა საკითხებია და მე ერთად ვიღაცეების მიერ არენაზე გამოსვლა კიდე და ასე გავაკეთოთ და 7 დეკემბერს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს დათა თუთაშხეს არ იყოს. ეს უდელი მორდეხაი რო ლაპარაკობს, ჩემო. რაღაცაო, ყველაფერი მაგნაო, ერთი ხელის ნაკეთები მგონია მე ეს ყოველივეო. იმიტომ რომ ევროპულ ძალებს აქ ეს კი ბატონო, ნახოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიღაც სპეკულირებდეს, ვიღაც გულწრფელად ესე ეგონოს, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში რომ ამაზე არსებობს მღელვარება და ხელისუფლებაა ზუსტად პასუხისმგებელი, რომ ეს მღელვარება გონივრულად ისე კი არა, რომ არაგაცო თქვენ არაფერი არ იცით. არა, ნამდვილად მისცეს საზოგადოებას გარანტიები, რომ არა მეგობრებო, ეს ასე არ ხდება, ყველაფერი ნორმალურად არის, პირიქით, კაი რაღაც ხდება და აი ამისი გარანტიები, მათ შორის საკანონმდებლო გარანტიები ჩემს ამ პრობლემებს მოაგვარებდა. დიდი მადლობა, მადლობაც გადაგიხდით ბატონო ედიშერ, მართლაც საინტერესო საუბრისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც საკითხებზე არსებობდეს საზოგადოებაში, მათ შორის ჩვენს მაყურებელშიც განსხვავებული პოზიციები, მე მიხარია, რომ ეს ფორმატი გვაძლევს ყოველთვის იმის საშუალებას. ძალიან კარგი, მისასალმებელი. ყველაფერზე და გამოვთქვათ ყველა ის მოსაზრება. და არ იყოს ლანძღვა, არ იყოს გინება ჩემო ბატონო და ასე შემდეგ მიუღებელი არ იყოს განსხვავებული აზრი. ჩემთვის როგორც სატელევიზიო ეთერში, სოციალურ სივრცეში ესეთი რამ ყოველთვის მიუღებელია. დიდი მადლობა და დაგემშვიდობებით. შეგახსენებთ ექსპერტი ბატონი ედიშერ გვენეტაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და პარასკევამდე დაგემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.